სულ 2 კვირის წინ ჩვენ პარლამენტის შენობასთან გავხსენით დიდი ბრიტანელი დიპლომატის ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 20-იან წლებში წარმოადგენდა ბრიტანეთის სახელმწიფოს. და იქაც აღნიშნეთ, რომ სწორედ დიპლომატმა ოლივერ უორდროპმა ინგლისურად თარგმნა ქართველი დიპლომატის და მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე და ასე გადაწყვიტა გაეცნო საქართველოს სხვა ქვეყნებისთვის, სხვა ერებისთვის. ეს არის ჩემი აზრით დიპლომატიური საქმიანობის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, თუნდაც არამთლად ტრადიციული. მე მინდა მივესალმო ჩვენს უცხოელ კოლეგებს, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს და მათ მადლობა მოვახსენო წლების განმავლობაში ძალიან ნაყოფიერი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. ჩვენ ქართველებს ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენს გარეშე ჩვენ შესაძლოა სახელმწიფოებრიობაც კი ვერ შეგვენარჩუნებინა. იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ყურადღებით ადევნებდით თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ადეკვატურ ინფორმაციას, შეფასებას, ანალიზს აწვდით თქვენს მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა პოზიცია იყო და რჩება ესოდენ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მე მახსოვს ის დროც, რომელიც აღარასოდეს განმეორდება ამ ქვეყანაში, როდესაც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობების შენობები ჩვენთვის დევნილი ოპოზიციონერებისთვის თავშესაფრის როლსაც ასრულებდა და დარბევების და დევნის დროს შეგვიფარებია თავი ამ შენობებისთვის. ასეთი პერიოდებიც გამოიარა ქვეყანამ, როდესაც ფიზიკური უსაფრთხოება იყო დამოკიდებული ჩვენი უცხოელ დიპლომატებზე და მათ მუშაობაზე. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო უკვე მყარად და შეუქცევად დაადგა ევროპული ინტეგრაციის გზას, რა თქმა უნდა, ქართველი და უცხოელი დიპლომატების მუშაობა და როლი არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს ყავს ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული, თავისი ქვეყნის ერთგული და ძალიან ეფექტურად მომუშავე დიპლომატიური კორპუსი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მე პარლამენტის წარმომადგენლის როლში, როდესაც მიწევს უცხოეთში ყოფნა, ყოველთვის მეამაყება, რომ იქ საქართველოს წარმოადგენენ ასეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ასე დაუღალავად შრომობენ. ამასობაში ისიც მართალია, რომ ხშირად დიპლომატის შრომა შეუმჩნეველია ხოლმე. იმიტომ რომ ალბათ ეს თქვენ პროფესიის დაუფლებისას არის ერთ-ერთი, არ ვიცი, სავალდებულო უნარჩვევა, რომ დავრჩეთ ხოლმე შეუმჩნეველნი და სხვას მივცეთ ასპარეზი. და ხშირად ვიფიქრია, რა გვეშველებოდა ჩვენ პოლიტიკოსებს, რომ არ ბრძანდებოდეთ თქვენ დიპლომატები. მაშინ ვიღა გაასწორებდა იმ უამრავ შეცდომას, რასაც ჩვენ ვუშვებთ ხოლმე. ხან გამოსვლებში, ხან არ ვიცი, გადაწყვეტილებებში. მაშინ ვიღა მოახერხებდა იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ძალიან ხშირად რაღაც ემოციური მოქმედებების თუ განცხადებების შედეგად იბადება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ როლს ასრულებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, ჩვენ მეტი საერთო წარმატებების ზეიმს შევძლებთ ერთად და მეტი ჩვენი თანამემამულე დაეუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპატიო და საინტერესო პროფესიას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს. გისურვებთ იმასაც, რომ დღეს საღამო ცოტა შესაძლოა არადიპლომატიურადაც და უფრო გულახდილად გავატაროთ. მე მგონი ესეც დაგეგმილია. დიდი მადლობა.